მე ვარ ელენე მეტრეველი, საერთაშორისო პოლიტიკის და უსაფრთხოების სპეციალისტი. ამჟამად მუშაობ ევროპარლამენტში, ვარ ევროპის სახალხო პარტიაში, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკური მრჩეველი და ჩვენ ძირითადად მუშაობთ რუსულ საფრთხეებზე, აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე და ყველა იმ ქვეყანაზე, სადაც ვლინდება რუსული საფრთხეები. ელენე, რამდენი ხანია რაც აქ ხარ? მე ბელგიაში ჩამოვედი 2022 წელს და დაახლოებით 6 თვეში დავიწყე სტაჟირება ევროპარლამენტში, იმის შემდეგ აქ ვარ. მე აქ რომ მოვდიოდი, არ მქონდა საერთოდ იდეაში, რომ ის აქ მინდოდა ბელგიაში ცხოვრება, ან ბელგიაში განვითარება კარიერულად. მე მინდოდა, რომ აქ უბრალოდ მაგისტრატურისთვის ჩამოვედი. მესწავლა მაგისტრატურა, რაღაც გამოცდილება მიმეღო და უკან დავბრუნებულიყავი. მართლა ეგ მოტივი მქონდა აქ რომ ჩამოვედი, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, რომ ეს აგენტების კანონი, გრანტების კანონი, რაღაც სამი წელი რომ ხალხს ციხეში უშვებენ მარტო იმიტომ, რომ ლეგიტიმურს ეძახიან. ანუ ამ ყველაფრის ფონზე მგონია, რომ ამ ეტაპზე ჩემი რესურსი საქართველოსთვის საერთოდ არ არის გამოსადეგი ქვეყნის შიგნით. ამ ეტაპზე აქ მეტის გაკეთება შემიძლია ჩემი იდეოლოგიიდან და ჩემი ღირებულებებიდან გამომდინარე. დააკეთებ, მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ. და მგონია, რომ ჯერჯერობით აქ ხედავ ჩემ თავს პარლამენტში. ახლა ვართ ევროპარლამენტში, ჩემს ოფისში, სადაც ყოველდღიურად მუშაობთ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე. უფრო კონკრეტულად აღმოსავლეთ ევროპაზე, საქართველოს თემებზე, მოლდოვაზე, უკრაინაზე და ახლა უკვე ძალიან აქტიურად საქართველოს განვითარებულ მოვლენებზე და როგორ უნდა გავიტანოთ ეს პროცესები ბოლომდე და როგორ უნდა შევძლოთ, რომ ევროკავშირმა უფრო ეფექტური და სწრაფი ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან დაკავშირებით. ახლა ყველაზე აქტიურად საქართველოზე მუშაობთ ბოლოს მიღებულ საქართველოს ანგარიშზე და ცვლილებებზე და განსაკუთრებით ჩვენი ოფისის აქცენტი არის პროპაგანდისტულ მედიებზე, რომლებიც ასე აქტიურად მუშაობენ საქართველოში, ასე აზიანებენ საქართველოს ევროპულ მომავალს და არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური იარაღი ქართული ოცნების ხელში. ამ პროცესებში ვართ ჩართული ყოველდღიურად, ვესწრებით კომიტეტის სხდომებს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, პლენარულ სესიებს, ასევე ხვდებით ძალიან ბევრ წარმომადგენელს სხვადასხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნიდან, საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ღონისძიებებს და რაც მთავარია, ჩართული ვართ საკანონმდებლო საქმიანობაში, რომ შემდგომში უკვე აქ მიღებულმა კანონებმა პოზიტიური ეფექტი იქონიან იმ ქვეყნებზე, რომლებსაც ეს ეხებათ. განსაკუთრებით იმ ქვეყნებზე მუშაობთ ჩვენ, რომლებიც არიან რუსული აგრესიის მსხვერპლი, სამხედრო თუ ჰიბრიდული ომის მსხვერპლი. ჩანაწერები რაც კეთდება ხოლმე საქართველოსთან დაკავშირებით, ბექგრაუნდში რა ხდება, როგორ იღებენ ამ ჩანაწერებს? აი შენ რა მონაწილეობა გაქვს ამ ყველაფერში? ეს ჩანაწერი ზოგადად აი ანგარიში მაგალითად როგორ დგება. ანგარიში თავდაპირველად ადგენს რეპორტერი, საქართველოს შესახებ რეპორტერი ჩვენთან ევროპის სახალხო პარტიაში არის რასა იუკნევიჩიანი, შემდეგ უკვე ამ ჩანაწერში შედის ცვლილებები. თითოეული ოფისი, თითოეული ევროპარლამენტარი საკუთარ ცვლილებებს ლობირებს, რომ შევიდეს საბოლოო ანგარიში. ჩემი მოვალეობა და ჩემი ფუნქცია ამ პროცესში არის ამ ცვლილებების შემუშავება, ევროპარლამენტართან მოლაპარაკება, შემდგომ ამ ცვლილებების ოფიციალურად დარეგისტრირება და შემდეგ უკვე, მაშინ როდესაც დარეგისტრირდება ყველა ეს ცვლილება, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯგუფებს შორის. ვიკრიბებით ჯგუფების წარმომადგენლები, მაგალითად ევროპის სახალხო პარტია, სოციალ-დემოკრატები, განახლებული ევროპა, კონსერვატორები, რეფორმისტები და ასე შემდეგ და მიდის მოლაპარაკებები, საუბრობთ რომელი ცვლილება შეიძლება შევიდეს ანგარიში, რომელი ცვლილება არის უფრო რელევანტური, რომელი ცვლილება არ არის რელევანტური და საბოლოო ჯამში ვადგენთ შეჯერებული ცვლილებების პაკეტს, რომელიც გადის კომიტეტში სხდომაზე და საბოლოო ჯამში ამ ცვლილებების პაკეტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე უყრით კენჭს. შემდეგ კვლავ იხსნება მოსალაპარაკებლად ეს ტექსტი და საბოლოო ჯამში უკვე სტრასბურგში ვაძლევთ ხმას. მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ სიტყვას, თითოეულ ჩანაწერს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შემდეგ უკვე როდესაც ეს ჩანაწერი კანონად იქცევა, აღსრულების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას. ახლა საკუთარ თავს როგორ ხედავთ? ემიგრანტი ელენე ხარ? რა ვიცი, ხო, ეგრე გამოდის. ახლა ხედავ საკუთარ თავს როგორც ქართველი, რომელიც მუშაობ აქ, ისევ საქართველოსთვის, იმიტომ რომ იდეა ყოველთვის ეს იყო, რომ განათლება მიმეღო, რაღაც გამოცდილება მიმეღო და საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის მომეხმარებინა ეს განათლება. და ნორმალურ ქვეყანაში პირიქით სახელმწიფო ახლა შენ ყველანაირად უნდა გიწყობდეს ხელს, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ჩვენს ქვეყანაშივე დასაქმდე და განვითარდე, მაგრამ საპირისპიროა ევროპა აგენტად და მტრად ცხადდება ამ ხელისუფლების პირობებში და ელენე
ზოგადად ხო ემიგრაციიდან როგორ შეგიძლია და როგორ წარმოგიდგენია კონტრიბუცია, რასაც ქვია საქართველოს ევროპული ღირებულებების გადარჩენა და საქართველოს გადარჩენა როგორც დემოკრატიის. მე მგონია რომ მაინც მთავარი ამბავი საქართველოში ხდება, ესე მგონია. აქედან შესაძლებელია, ანუ აქედან შესაძლებელია ევროპელ პარტნიორებს ელაპარაკო, აქედან შესაძლებელია რომ სანქციებზე ილაპარაკო, აქედან შესაძლებელია რომ ანუ საქართველოს აქტიურ თემად დარჩეს, აი ამაში შეგიძლია რომ შენი კონტრიბუცია შეიტანო, მაგრამ მე მგონია რომ მთავარი ამბავი მაინც საქართველოში წყდება, იქ წყდება იმ პროტესტის გამო, იქ განვითარებული მოვლენების გამო, იმიტომ რომ ჩვენს გასაკეთებელს სამწუხაროდ ევროპა ვერ გააკეთებს, სამწუხაროდ, თუმცა მაგრამ ლოგიკურად, ხო? ჩვენი გასაკეთებელი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. კი, საქართველოში, ამიტომ მე მგონია რომ არ გვაქვს ბერკეტები ევროპაში, ვინც ვართ და რა რესურსებიც გვაქვს, არ მგონია, უბრალოდ მგონია რომ სადღაც აი არ ვიცი 70-30-ზე ხდება, ანუ ჩვენ ვაკეთებთ, ანუ ჩვენ ვართ დამხმარე რგოლი იმისა, რაც საქართველოში ხდება. მაგრამ ეს 30 უნდა იყოს აქტიური, ეს არის. კი, აუცილებლად უნდა იყოს, იმიტომ რომ როგორც შენ ხარ, თამამი ღია, ბევრი ემიგრანტია, ვინც იზიარებს ჩვენს პოზიციას, მაგრამ რატომღაც თავს არიდებს საჯაროებას, ამის საჯაროდ გამოხატვას და რაღაცა ამ კონტრიბუციაში საკუთარ წვლილს ვერ ხედავს. კი, ბევრია, მეც ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ეს ღიად არ გამოხატ, თუმცა იზიარებს, აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს პოზიციებს, მაგრამ ხო მგონია რომ ახლა ის დროა რომ ყველა თავისუფლად უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი. მესმის საქართველოს ძალიან მძიმე ვითარება, მესმის რომ მე პირადად აბსოლუტურად ვждები იმ კანონის კრიტერიუმებში აგენტების შესახებ, მაგრამ ხო, აი შიშის მომენტი არ არის, იმიტომ რომ იმ ხალხს ვისაც ეშინია, გამარჯობა არ უწერი, ასე მგონია მე და ასე მოხდა უნგრეთშიც, როდესაც 16 წლიანი მმართველობა დასრულდა, ორბანის მმართველობა და კი არსებობს რაღაც აზრი, რომ მაინც ევროკავშირია საბოლოო ჯამში და მაინც გაყალბების მეთოდები ნაკლები არის, მაგრამ პროცენტულად ნაკლებია, მაგრამ იქ იდგა ხალხი, რომელსაც არ ეშინოდა. არ უნდა შეგვეშინდეს. არ უნდა შეგვეშინდეს. ელენე, ერთია პროფესიონალიზმი, რის გამოც შენ აქ მუშაობ, მაგრამ მეორე მხრივ აი ცოტა სუბიექტური კითხვა მაქვს, როგორც ქართველისთვის რა პასუხისმგებლობაა შენთვის აკყოფნა ამ დარბაზში, ამ სივრცეში, ამ სტრუქტურებში, სადაც საქართველოს ბედი უნდა გადაწყდეს, ძალიან მნიშვნელოვანი გზაგასაყარია. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს მუშაობა, მგონია რომ ყველამ ჩვენი პლატფორმებიდან უნდა შევიტანოთ წვლილი ამ ბრძოლაში და ამ ეტაპზე ჩემი პლატფორმა ეს არის ევროპარლამენტი და ევროსტრუქტურები და მგონია რომ გარდა იმისა რომ ჩვენი სამუშაო დავალება, საშინაო დავალება სახლშიც უნდა გავაკეთოთ, საქართველოში უნდა ვიაქტიუროთ და უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ორგანიზებული, რა თქმა უნდა, თორე პროტესტი იყო ყველაფერი იყო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ უფრო მეტად ორგანიზებულად გადავდგათ ნაბიჯები, ამ პლატფორმიდან უკვე სხვანაირი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეს ევროკომისიასთან, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გქონდეს საბჭოსთან და საბოლოო ჯამში ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის პროცესი, რაც დაწყებულია უკვე. დაწყებულია, საბჭომდე მისულია, ორჯერ ჩავარდნილია, გულისხმობ სანქციების პაკეტს, მაგრამ მგონია რომ ყოველთვის აქვს აზრი ბრძოლას, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ და მგონია რომ ყველა ქართველმა უნდა გამოვიყენოთ ის პლატფორმა, რაც გვაქვს. ხო, მე სულ მჯეროდა და ახლა მით უმეტეს მჯერა რომ ყოველთვის აქვს ბრძოლას აზრი და ვფიქრობ რომ ნაწილობრივ მეც დავამტკიცე ჩემს კოლეგებთან ეს რომ სახელმწიფოში სადაც არიძიებენ კრიმინალს, მაგრამ ჯიან სიმართლეს არის მაინც შესაძლებლობა თუ არ დანებდები რომ იპოვო შენი სამართალი და ის ჩანაწერები სხვათა შორის რაც არის ახლა ბოლო რეზოლუციებში რაღაცნაირად მე ჩემს პირად და ჩემს კოლეგებსაც ალბათ თავის გამარჯვებად მიაჩნიათ როცა პროპაგანდისტული ტელევიზიები და მათი დასანქცირება ჩაიწერა და მე პირადად იმედი მაქვს რომ ეს ასე მოხდება იმიტომ რომ მაგალითად ტელეკომპანია იმედი ჩემთვის არ არის მედია და ტელევიზია დანაყოფია ხელისუფლების მათ შორის მრავალჯერ მithქვამს და აღარ გამეორდები ჩემი საქმიდან გამომდინარეც. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ პირველი დასაყრდენი მე ეს მგონია რომ ქართული ოცნების დასაყრდენი არის ეს პროპაგანდისტული მედიები, არა მარტო იმედი. პირველ რიგში იმედი, რადგან ყველაზე დიდი რეიტინგი აქვს, მაგრამ პოსტივი, რუსთავი. კი, ანუ ეს ტელევიზიები არის, ის ტელევიზიები, რომელსაც ყველაზე დიდი დაფარო აქვს, ესე რომ ვთქვათ, მთელ საქართველოში და იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფული აქვს. კი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ფული აქვს და რატომღაც 300 ევროთ იყიდება იმედის ტელევიზია. ხო, ანუ
ეს ტელევიზიები არის თავი დასაყრდენი ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ეს რუსულ სტილში ატრიალებენ ამ ინფორმაციას, ან რუსეთისთვის ხომ თავი ის არის, რომ დაგაჯეროს შენ, რომ ეს ასეა. რუსეთისთვის მთავარი მიზანი ის არის, რომ შენ ეჭვები გაგიჩინოს, ასეა თუ არა და ამას აკეთებენ ზუსტად ერთ ინფორმაციას იმეორებენ კვირების განმავლობაში, თვეების განმავლობაში და საზოგადოება ეხა ლოგიკურ შედეგამდე ვართ მოსული, რომ ამ დეზინფორმაციის მსხვერპლი ხდება, გინდა თუ არ გინდა, იმიტომ რომ 2012 წლიდან 2026 წელია ახლა შეუძლებელია რომ ყოველდღიურად როცა აწვეთებენ ამ საზოგადოებას ინფორმაციას, სრულ ინფორმაციას, მაგრამ აი ეს აი როგორც soft power-ი, რბილი ძალის გამოყენებით, კონკრეტულად შერჩეული ნარატივების გამოყენებით, ეს არის დასაყრდენი, ასე მგონია, ქართული ოცნების პოლიტიკის დღესდღეობით და თუ ევროკავშირის დონეზე ქართული ოცნების აი ეს პოლიტიკური იარაღი დასანქცირდება და მე მგონია რომ ამ ეტაპზე შესაძლებელია და აქამდეც მივალთ ძალიან მალე, მგონია რომ ეს ძალიან შეარყევს ქართული ოცნების რეჟიმს. ნამდვილად, მე ვისთანაც მქონია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრები, ჩემი საქმის მაგალითი თუ აჩვენებ, რომ მაგალითისთვის იმედი არ არის მედია, ხო? ჩემზე თავდასხმის ფაქტი, ახალი ამბავი, ვიდეო არ უჩვენებიათ ეთერში, ვიდრე ისევ ელისო ჯარიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ იძულებით პროკურატურამ ბრიფინგი არ ჩაატარა, ხო? კი, ან მაშინ, როდესაც კოლეგების მიმართ არანაირი სოლიდარობა არ არსებობს პირიქით, ანუ თქვენს წინააღმდეგ გავრცელებდნენ დეზინფორმაციას, პროპაგანდას, სხვა თქვენი კოლეგების წინააღმდეგ გავრცელებენ დეზინფორმაციას, პროპაგანდას, თქვენი კოლეგები არ ვიცი საავადმყოფოში იყვნენ მარიამ გაფრინდაშვილიც მახსოვს, მაკა ჩიხლაძეც მახსოვს, ან რაც მოხდა ყველა ეს ფაქტი, არც ერთი ფაქტის მიმართ არ არსებობდა სოლიდარობა, არც იმედის მხრიდან, ხო პოზიტივის საერთოდ არ ვიცი როგორ. პოზიტივის ნამდვილად არაფერში არ ვთქვი, მაგრამ ყველაზე ტელევიზიადაც, მაგრამ აქვს დაფარვა და ესეც ერთ-ერთი საშუალება არის ქართული ოცნების, რომ შეცდომაში შეიყვანოს ხალხი. ხო, ანუ იმას ვამბობ, რომ არანაირი კოლეგიალური სოლიდარობა არ არსებობდა პირიქით, ფაქტების დამახინჯება იყო, პირიქით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო და არ ვიცი, ჩვენც აქაც უკვე კონსოლიდირდა ევროპაშიც ეს პოზიცია, რომ იმიტომ რომ მათ მტკიცებულებები ჭირდებოდა, ეს მტკიცებულებები დაინახეს და თუ რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხს, რომელიც ჩვეულებრივად კრემლის ქვედანაყოფია, არ უშვებ ამ დარბაზში, ტელეკომპანია იმედის პროპაგანდისტს აქ რა უნდა, რომელიც არაფრით განსხვავდება რაშა ტუდეის. გურამ, აქ ზუსტად ამ დარბაზში იყო ამ ანგარიშის წარდგენა, პრეზენტაცია და მაშინ რამდენიმე თვის წინ ზუსტად არ მისცეს იმედის ტელევიზიას აკრედიტაცია. ამ დარბაზში იყო მოსმენა, სადაც უნდოდა შემოსვლა, დასწრება და სრულ ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ შემდეგ რაღაც მეთოდები გამოიყენეს და მაინც მოახერხეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ევროპარლამენტმა არ მისცა აკრედიტაცია და დღემდე არ მე როგორც ვიცი, ვიღაცას თხოვეს და საშვი დააშვებინეს. ერთი ორი ასე ვთქვათ პრორუსი არის. კი, გულისხმობ, აი AFD-ს მსგავსი პარტნიორი ყავს ქართულ ოცნებას და მოახერხეს, მაგრამ დღემდე იმედის ტელევიზიას არ აქვს მუდმივი აკრედიტაცია, ისინი იღებენ აი ესე დროებით აკრედიტაციებს და შემოდიან რაღაცას აშუქებენ, მიდიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ევროპარლამენტის ის რომ მუდმივი აკრედიტაცია არ აქვს, ესეც უკვე ფაქტია და მტკიცებულება იმის, რომ ევროპარლამენტში არის კონსოლიდირებული აზრი, კონსოლიდირებული პოზიცია, რომ იმედის ტელევიზიასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, როგორც მინიმუმ. ხო, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია ზუსტად მათ შორის რუსეთთან კავშირების გამო და ისინი რუსულ საფრთხეებს იძიებ, რუსულ საფრთხეებზე მუშაობ და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამას ემსახურება იმედი ერთ-ერთი რუსული საფრთხეა, ღია საფრთხე ჩვენს ქვეყანაში ძალიან, ასე ვთქვათ, მომძლავრებული, იმიტომ რომ ფული აქვს. დიდძალი ფული. კი და ზუსტად ეს შედარებაა, თუ უნდა დასანქცირდნენ რუსული ტელევიზიები და არ უნდა იყვნენ დაშვებული ევროსტრუქტურებში, თუ უნდა დასანქცირდნენ ბელარუსის ტელევიზიები და არ უნდა იყვნენ ირანის იგივე. მაშინ რატო არ უნდა დასანქცირდნენ ის ტელევიზიები, რომლებსაც ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ ძალასთან, რომელიც პირდაპირ იმართება რუსეთიდან. ხო, ოღონდ ეს შემთთვის და შემთვისაც სამწუხაროა, რომ ამ ფორმატში და ასე ვლაპარაკობთ ტელეკომპანია იმედზე, ქართულ ტელეარხზე, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ჩვენი ბრალეულობა, ხო? ჩემთვის სამწუხაროა, რომ ქართულ ტელევიზიაზე ვისაუბროთ ასე, მაგრამ მაშინ, როდესაც ტელევიზია არ იქცევა როგორც ტელევიზია, ჟურნალისტები არ იქცევენ ისე როგორც არის, უნდა იქცეოდეს ჟურნალისტი, მაშინ, როდესაც აშკარად მიკერძოებულ ინფორმაციას ავრცელებენ და არათუ მიკერძოებულ, უბრალოდ სრულ ინფორმაციას ავრცელებენ და ცდილობენ, რომ საზოგადოების ემოციებზე ითამაშონ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი, როდესაც აპელირებენ ხოლმე ეროვნულ ინტერესებზე, რაცა იდენტობაზე, ღირებულებებზე და ასე შემდეგ. ანუ ეს ხო რაღაც კონკრეტული მეთოდია რუსეთის და რუსული საგარეო პოლიტიკის, აი რბილი ძალის ნაწილია, რომ კონკრეტულ ქვეყანაში აპელირებენ კონკრეტულ თემებზე, რომელიც
ეხება საზოგადოებას, რომელიც იწვევს ნეგატიურ განწყობებს საზოგადოებას. აი ბოლოს იყო მაგალითად ბოლოს გავრცელეს ინფორმაცია, რომ ევროპის სასამართლომ დასაჯა ორბანი, იმიტომ რომ ბავშვებს იცავდა. ან რეალურად აბსოლუტურად სხვა რაღაც მოხდა. ორბანი და ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ორბანის მიერ მიღებული კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ იყო დისკრიმინაციული, იწვევდა ხალხის სტიგმატიზებას და ასე შემდეგ. ანუ ევროპული ღირებულებები მეტი რა არის, ხო, თანასწორობა, კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად ყველაფრისა და რაც მთავარია, ის ღირებულებები, რომ ადამიანი არის თვითონ ღირებულება, ადამიანი არის დაცული. და აი ესეთი ნიუსებით, ასეთი ახალი ამბებით ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ნეგატიური ემოცია გამოიწვიონ ევროკავშირის მიმართ. მაგრამ ხო, სააშკარავოზეა ყველაფერი, გასაგებია და მე თავიდან მკითხე ხო, როგორც ქართველისთვის და არამხოლოდ როგორც პროფესიონალისტვის, აქ როგორია ყოფნა თქო. ხო, მე დარწმუნებული ვარ, შენთვის რთულია ზუსტად აი ამ ცუდი ტრანსფორმაციის პროცესში ამ ყველაფერზე მუშაობა, მაგრამ შენ გაქვს ძალიან დიდი ძალა სწორედ აი ამ პროცესში და ხშირად პროპაგანდა ცდილობს, რომ თუნდაც აი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა სახელმწიფოს კრიტიკად შეფუთოს. თითქოს ახლა ამ ინტერვიუზეც იტყვიან, რომ აი ჩვენ სახელმწიფოს საქართველოს ვებრძვით და რატომ აიგივებენ ქართულ ოცნებას სახელმწიფოსთან, საერთოდ რა კავშირი აქვს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსთან? პირიქით, ის არის ყველაზე ანტი სახელმწიფოებრივი მოძრაობის ლიდერი. ხო, ანუ რეალურად ესე იხატება, რომ თუ ქართული ოცნების წინააღმდეგ რამეს ამბობ, ესე იგი საქართველოს წინააღმდეგ რამეს. ესეც პროპაგანდაა და ესეც შეფუთულია რაღაცა, ხო, ზაკვრულად. კი, ანუ ესე ხატავენ, რომ ჩვენ ვისაც გვინდა საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს, ვინც ვფიქრობთ, რომ ევროპული განვითარების გზას ჯობს რუსული განვითარების გზას, ანუ ჩვენ ვართ რაღაცა უსამშობლოები, მოვალატები, აგენტები და ასე შემდეგ, მაგრამ ხო, ესეც მეთოდია, რომ ადამიანების რაღაც დაგაკომპლექსონ რაღაც სტატუსი მოგანიჭონ, აი აგენტი ხარ, აი მოვალატე ხარ, რაღაცა უსამშობლო ხარ და ამან იმოქმედოს, მაგრამ რეალურად მე მგონია, რომ უკვე არავის აღარ მოქმედებს, ანუ არც უნდა მოქმედებდეს, იმიტომ რომ რეალურად ეს არის მიზეზი, რომ გაჩერდე. რა მოლოდინი გაქვს ახლა? აი შენ შიგნიდან ხედავ პროცესებს, დოკუმენტებთან გაქვს წვდომა, რისის თქმის საშუალებაც გაქვს. უახლოეს პერიოდში ხალხს, რომელიც არ ეგუება საქართველოს რუსეთისკენ შებრუნებას, რა мотиваცია შეიძლება მივცეთ? არის საიმედო სიგნალები, რომ ხალხის ხმა აქ ამ დარბაზამდე აღწევს. კი, აი ხლა ზუსტად ახლა განიხილება საქართველოს შესახებ ანგარიში, რა იქცევა კანონად. და სწორედ ამ ანგარიშში შევიტანეთ ჩვენ ცვლილებები და ამ ანგარიშში წერია პროპაგანდისტული მედიების დასანქცირების აუცილებლობაზე, ამ ანგარიშში წერია სანქციების აუცილებლობაზე და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხშირად არის ხოლმე ესეთი პოზიცია, რომ აი რით ვერ დაასანქცირეს, რაღაც რით ვერ მოხდა და აი ეს რა ევროკავშირში ძალიან ბევრ ინსტანციას გადის გადაწყვეტილება. გაიარა ეს გადაწყვეტილების ეტაპები სანქციების პაკეტმაც მივიდა საბჭომდე, მაგრამ საბჭოში ჰქონდა მერე პრობლემა უნგრეთთან, სლოვაკეთთან. ახლა უკვე როცა შეცვლილია უნგრეთში სიტუაცია, ველოდებით განსაკუთრებულ ცვლილებას ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართაც. იმიტომ რომ საბჭოში აღარ ველოდებით უნგრეთის ვეტოს და უნგრეთის ვეტო, როდესაც აღარ იქნება, შემდეგ სლოვაკეთის ვეტოს დაძლევადია, მარტივად უფრო. ამიტომ მე მგონია რომ ეს ანგარიში, როდესაც მივა უკვე საბჭოში და ამისთვის ძალიან ბევრი აქტიურობა არის ასევე საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ის კანონად იქცევა და მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელ ორგანოებს გადაეგზავნებათ ახსასრულებლად, შემდეგ უკვე მაინც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად ვიმუშაოთ, ხშირად შევახსენოთ კომისიას და საგარეო უწყებებს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს დღის წესრიგში ეს საკითხი საბჭოში. და შემდეგ უკვე მგონია და ყველას გონია უკვე აქაც კომისიაშიც საბჭოშიც ყველგან არის მოლოდინი, რომ ახალი უნგრეთის მთავრობა როგორც მინიმუმ არ იქნება სანქციების წინააღმდეგ გაწყობილი. ბელგია ერთ-ერთი ყველაზე ტოლერანტული ქვეყანაა, მაგრამ არის ალბათ რაღაც სირთულეები, როცა საქართველოს მოქალაქე ხარ და ცდილობ აქ მიშოვოს სამსახური. აი, შენთვის რა თავგადასავალი იყო? ზოგადად არა ევროკავშირის მოქალაქისთვის ყველასთვის ძალიან რთულია აქ ეს სამსახურის შოვნა და რაღაც პროფესიული განვითარების დაწყება, იმიტომ რომ ეროვნული თვალსაზრისით შეზღუდვა ყველა მაგალითად ევროსტრუქტურაში. აქაც ევროპარლამენტშიც, როდესაც ქართველს უნდა ნებისმიერ არა ევროკავშირის მოქალაქეს უნდა რომ დაიწყოს მუშაობა, არის შეზღუდვა ძალიან ბევრმა არის ამის შესახებ, რომ თავისუფლად შეუძლიათ მათაც ოღონდ კონკრეტული ეტაპების გავლის შემდეგ. ჩემთვის თავიდან იყო ნამდვილად სირთულეები იმ თვალსაზრისით,
თვალსაზრისით, რომ ენის ბარიერი იყო, რაღაც სისტემა არ ვიცოდი, საზოგადოება როგორ იყო აწყობილი ეს არ ვიცოდი, მაგრამ მოხდა ისე, რომ დავიწყე თავიდან სტაჟირება ევროპარლამენტში, შემდეგ გავხდი ასისტენტი, მერე გავხდი პოლიტიკური მრჩეველი და ამის დამტკიცება სიმართლე რა გითხრა არ დამჭირდა, რომ აი მე ვიცი, იმიტომ რომ საქმეში ცდიან ხოლმე ზოგადად ადამიანებს, რომ დავიწყე მუშაობა და დავიწყეთ უკვე კონკრეტულ ფაილებზე მუშაობა, კონკრეტულ დოკუმენტებზე მუშაობა, აზრთა გაცვლა, გამოცვლა და ასე შემდეგ. იქ ან პროცესში ვლინდება ადამიანის პროფესიონალიზმი, ასე მგონია და ყველას აძლევენ აქ შანსს ამ თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო აქ მუშაობა, რომ შანსს გაძლევენ და ამ შანსის გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ შენი რესურსი მაქსიმალურად გამოავლინო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის მეტი დაბრკოლება შეიძლება იყოს ფორმალურად. აი ბიუროკრატიული თვალსაზრისით არის, იმიტომ რომ მოთხოვნა არის, მაგრამ როდესაც აი რაღაც ეტაპებია, მაგალითად ინტერვიუს ეტაპზე, მაშინ როდესაც მაგალითად ევროპარლამენტარი გამოხატავს ინტერესს, ან ხედავს რაღაც რესურსს შენში, ამ შემთხვევაში შეიძლება. დროის ფაქტორია, მაგალითად თუ ევროკავშირის მოქალაქეს შეუძლია, რომ 10 დღეში დაიწყოს მუშაობა, არა ევროკავშირის მოქალაქეს რაღაც თვენახე ვარ დამჭირდა. მაგრამ დღეს აქ ხარ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ჩვენთვის რაღაცნაირად იმედი ხარ, რომ მივაწვდენთ ხმას პარტნიორებს, შენც ხომ ჩვენი ხმა ხარ და შენ შეგიძლია მათი ინფორმირება სწორად, სამართლიანად და სრული სურათით და არა ისე რაღაც ამოგლეჯილად და დამახინჯებულად. კულტურული შოკი რა იყო შენთვის ბელგიაში? 2022 წლიდან ხარ აქ? კი, 2022 წლიდან აქ ვარ და კულტურული შოკი ის იყო, რომ აქ არის მთავარი ღირებულება არის თავისუფლება, მთავარი ღირებულება არის ზოგადად ადამიანი და ყველა ადამიანს აქვს უფლება და საშუალება, რომ განვითარდეს ისე როგორც მას სურს, იცხოვროს ისე როგორც მას სურს. კულტურული შოკი. კულტურული შოკი არის იმიტომ, რომ საზოგადოებრივი წნეხი არ არის აქ არ არის წნეხი ზოგადად. საქართველოში საზოგადოებრივი წნეხი არის ძალიან დიდი და თავისუფლების თვალსაზრისით ახლა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ პოლიტიკური წნეხიც დაემატა ზემოდან და აქ ეს არ არის. აქ ყველა ადამიანი ცხოვრობს ისე როგორც უნდა, ვითარდება ისე როგორც უნდა, რეალიზდება ისე როგორც უნდა და შეუძლია აკეთოს ის რაც უნდა, მანამ სანამ სხვის უფლებებს არ შეზღუდავს. არსებობს კანონის უზენაესობა, რაც ჩვენთან არ არსებობს. გვაქვს შეგრძნება, ყველა ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ სამართალს იპოვის. თუ კონკრეტულად მისი უფლებები დაირღვევა და ყველა ქვეყანაში ხდება, ყველა ადამიანის უფლება ირღვევა ასე თუ ისე, მაგრამ იმედი არსებობს, რომ სამართალს იპოვის. ჩვენთან ეს არ არის, ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ სამართალს ვიპოვით. მანამ სანამ ეს მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. და ხო, ეს იყო, ეს ნამდვილად იყო. ძალიან თამამი იყავი შეფასებებში. ბულინგის და შავი პიარის არ გეშინია? არ მეშინია სხვათა შორის, არ მართლა არ მეშინია. იმიტომ რომ მგონია, რომ ბულინგი, შავი პიარი, თავდასხმა ეს სტატუსი, რომ აი მოღალატე აგენტია, შემდეგ ნიშნავს, რომ ესე იგი სწორი გზით. დღევანდელ საქართველოში ასე ნიშნავს.